ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შეპესეს სკაიფორტის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წახაძემ განაცხადა. საერთო ჯამში ბრალდებულება მოქალაქეებს 1,688,374 დოლარისა და 411,897 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მარიამ ბერძენიშვილი ჩაგვერთვება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარიამ გისმენთ. 106 დაზარალებული პირი და ჯამში 2 მილიონ დოლარამდე უკანონოდ მითვისებული თანხა. დიახ მარიამ, როგორც შეანახნიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სულ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ შეპესეს სკაიფორტის სამშენებლო კომპანიის მოქმედი და ყოფილი დირექტორი ჯამში 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ მიითვისეს მოქალაქეების კუთვნილი თანხები. საუბარი არის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, რომლის მშენებლობის ნებართვაც ჯერ კიდევ 2016 წელს გაიცა და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო მშენებლობა, თუმცა როგორც ირკვევა, მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ 91 პირის კუთვნილი თანხა, რომელიც მოქალაქეებმა ბინის შეძენისთვის გადაიხადეს, მათ არც ბინა ჩაბარებიათ და არც თანხა დაბრუნებიათ. უკან მოგვიანებით კი დამატებით კიდევ 15 პირის თანხის უკანონოდ მითვისება მოხდა. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიის მოქმედმა და ყოფილმა დირექტორმა 91 პირისგან უკვე მიითვისეს თანხა და სრულად მოახდინეს, ასე ვთქვათ, რეალიზაცია კომერციული ფართებისა და საცხოვრებელი ბინების, მათ დამატებით 15 პირს კიდევ ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით შეპესეს სკაიფორტს ბარათაშვილის ქუჩა ნომერ 129-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1,258,322 ამერიკული დოლარი და 411,897 ლარი მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდგომ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები შეიყვანეს შეცდომაში და მათ არარსებული საერთო ჯამში 1287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430,000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ. საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1,688,374 ამერიკული დოლარის და 411,897 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულში ჩართული პირების წრე გაფართოვდეს. თაღლითობის საქმეზე პირდაპირ ეთერში მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა.